მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, ანუ რა გველოდება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში. იქნება რა თქმა უნდა სიგნიფიკაცია, ეხლა რა ხარ, რა ენერგიებში იმყოფებით, ხო? რა ხდება, რო თქვენ გაიგოთ რო თქვენი გაშლა. ნახოთ. რა თქმა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეხლა ვნახოთ რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა შემოდის ჩვენთან. ვნახოთ რა შემოვა, რა ენერგიებში ვიქნებით. Так, რას მივაქციოთ ყურადღება. და ჩვენი სამივე სფერო, ხო? ავიღოთ ეხლა. რა თქმა უნდა მე ავიღებ ახლა რა მიდის, რა აღარ გემსახურებათ, რას აღარ უნდა მიაქციოთ, ასე რომ თქვა ყურადღება უკვე მორჩა და რა შემოდის, ხო? ანუ რა უკვე აღარ გემსახურებათ და რა შემოვა თქვენ საქმიანობის თემაში. ფინანსები იგივენაირად ნახოთება რა უკვე აღარ გჭირდებათ და რა უკვე ანუ რა ენერგიები უნდა წავიდეს, ხო, რომ თქვენთან უფრო კარგი იყოს შემოსავალიც და ყველაფერი და რა შემოდის და გავაკეთოთ ურთიერთობაშიც იგივე, ანუ რა უნდა გაუშვათ უკვე თქვენი ურთიერთობიდან და რა უნდა შემოვიდეს, რა შემოდის ახალი, რა გადის და რა შემოდის. всё. მზად არის ჩვენი ყველანაირად განლაგებები, დავიწყოთ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. ნუ ბიჭებო, თქვენთვის უეჭველი იქნება, ვინც უყურებთ. აქ თქვენ ახლა ნამდვილად ვიღაცამ შეიძლება გაიცნო ახალი ქალი, რა ვიცი, აბა. ძალიან ისეთ საინტერესო ქალი. ვიღაცა გოგოებო, თქვენთვის არის როგორი მომენტი შეიძლება დაუშვოთ ვიღაცა მამაკაცი, რომელიც ახლა არის თქვენ სივრცეში, შეიძლება ცოტა გული გატკინათ რა, ან თავისი ქცევებით, ან თავისი არაქცევებით, ან თავისი სიტყვებით შეიძლება გული გეტკინათ. კიდე როგორც ენერგია თუ წავიკითხოთ, შეიძლება ზოგს აქ მომენტები, რომ თქვენ დაუშვოთ, გჭირდებათ, აი გინდათ რომ გახდეთ უკვე ძალიან ძლიერი ფინანსურად, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ეს სიტუაცია და ცოტა ნერვიულობ. კიდე არის სიტუაცია, როცა იმედგაცრუება გაქვთ გოგოებო თქვენ, მაგრამ იმაში რომ აი არ თქვა გაამართლა ხო თქვენმა პარტნიორმა, ან შეიძლება დაუშვოთ, შეიძლება სიტუაცია იყოს, რომ თქვენ ნამდვილად მზად ხართ იმისთვის, რომ გაიცნოთ აი ახალი მამაკაცი შეიძლება გაინტერესებს არის თუ არა საერთოდ ჩემ სივრცეში ისეთი ადამიანი, ვინც თქვათ ვისაც მე ვიქნები ბედნიერი არ მინდა რომ ვთქვა, იმიტომ რომ ბედნიერებას ჩვენ თვითონ ვქმნით უბრალოდ, აი ესეთი სათანადო მოდით ასე დავარქვათ რა. კიდე აქ შეიძლება რამე კამათი მოგივიდა თქვა თქვენს მეუღლესთან, შვილთან დაკავშირებით დაუშვათ. ვიღაცამ შეიძლება გაიგო რომ ორსულად არის კი, მაგრამ უფრო კიდე ნახეთ აქ როგორი ენერგიები არის ვიღაცას გყავთ თქვენ ახლა ვიღაც პარტნიორი, ვისთანაც რაღაცა ან ცვლილებები გაქვს, ან რაღაც შეიძლება დასრულდა კიდევაც, ან აპირებდა დასრულებას ურთიერთობის რა ადამიანთან, რომელიც შეიძლება იყოს შენი სამყაროში მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აი ხო გეუბნეთ რაღაც იმედგაცრუება შეიძლება გაქვთ და თქვენ ზოგი შეიძლება დაასრულეს კიდევაც რა, ან უკვე არა ვარ მე მზად იმისათვის რომ ავიტანო ის რაც თქვათ მე არ მახარებს. ეგეთი ენერგიები თუ იცანით, თქვენთვის იქნება. ნახეთ როგორი საინტერესო ენერგია აქ მოდის, აქ თვითონ თქვენი განიკურნება მიდის. აქ არის უეჭველი თქვენ იქნებით თქვენი ანგელოზების მფარველობის ქვეშ. აქ იქნება რაღაც ძალიან დიდი სიხარული. აქ შეიძლება ზოგი შეიძლება ვიღაცის დაბადების დღეც იყოს, არ გამოვრიცხავ, შეიძლება 14-ში და არა 14 არ იქნება ამ კვირაში, ხო მგონიო? თუ არის, კი, მგონი კი. კიდე არის აქ ესეთი მომენტი, როცა ისეთ როგორ არის, აი თითქოს თქვენ
აი პროცესი არის, რომ თქვენ დაუთმობთ თქვენს თავს დრო, რომ გააკეთოთ რამე პრაქტიკები, ხო, რომელიც თქვენ დაგეხმარება თქვენს გაზრდაში, აღზრდაში, შინაგანად, ხო ხდები? ანუ როცა კომუნიკაცია გექნება შენს სულთან, ეს არის ძალიან მაგარი და ძალიან გახარებული იქნება. აი თუ დაუშვათ უკვე ხარ თქვენ აი დაუშვათ რამე ტრენინგებზე, რამე თქვათ სწავლობთ რამეს, ხო? ნუ აი ჩემ გოგოებისთვის ხო უეჭველი იქნება ეს ინფორმაცია, რომ რაღაცას ისეც გაიგებთ კიდე და ნამდვილად გემზადებთ მე თქვენ ძალიან საინტერესო პრაქტიკებს, რომელიც აი გამოგიყვანთ რაღაცა ის სულ სხვა რაღაცა ენერგიებში რა. შეიძლება სასიამოვნო შეხვედრები გექნებათ, აი დაუშვათ დიდი ხანი თქვათ ელოდებოდეთ რამეს და აუცილებლად მოხდება ისეთი შეხვედრა, რომელიც აი გაგახარებს და გაგაბედნიერებს. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ უკვე სფეროებზე გადავალთ, აქ კიდე დაგვეხმარება ჩვენ სიგნიფიკაცია. აჰა, ჩვენი საქმიანობა. საქმიანობაში მის შემიძლია გითხრათ, რომ აქ არის როგორი რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. ნუ რა უკვე არ გემსახურება. შეიძლება ზოგი აქ დაუშვათ, აი თქვენ და სამსახურში შეიძლება ცვლილება მოხდეს ის, რომ თქვათ უფროსი ვინც იყო, დაუშვათ თქვენ სამსახურში შეიცვლება და ახალი მოვა და ნუ სრულიად მოულოდნელად იყოს, ან შეიძლება ელოდებოდეთ და ასე. ან თუ დაუშვათ ზღუდავდათ ეს ადამიანი რაღაცით, თქვათ ახლა ვერ გაძლევთ თქვენ კარიერაში, თქვათ ზრდას ან რა ვიცი, გქონდა რაღაც შეზღუდვები ამ ადამიანისგან, ეს წავა. თუ თქვენი აღიარება არ იყო, ან თქვენ ვერ აკეთებდეთ იმას, რაც თქვენ გინდოდა, თქვენ პროფესიონალ, თქვათ შიშები გქონდა შეიძლება, ხო? აი დაუშვათ არ გამომივა, ან დაუშვათ, ნუ ვერ აკეთებდით რაღაცა შეიძლება თქვენ საქმიანობის თაობაზე, ხო? აი აქ ნამდვილად თქვენ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან რა. რაღაცა შეიძლება დაბრყოლებები გქონდა თქვენ, ისეთი რომელიც არ გაძლევდა თქვენ, ანუ სრულყოფილად გამოგიჩინეთ თქვენი პროფესიონალიზმი. ეს სიტუაცია მიდის თქვენი ცხოვრებიდან რა. შეიძლება ვერ გირჩევდნენ თქვათ დაუშვათ, ან ელოდებოდით თქვათ, ხო გითხარით აი წინსვლას და არ მოხდა, დაწინაურებას და არ მოხდა, დაუშვათ თქვენ ფიქრობდით, რომ თქვენ იქნებოდეთ, მაგრამ ნუ არ აგირჩიეს თქვათ, ხო? აი ესეთი მომენტი შეიძლება იყო. ვნახოთ რა მოდის თქვენთან, აი ნახეთ აი როგორ არის, აქაც ზომიერება, აქაც ზომიერება. აი აქ იქნება როგორი სიტუაცია, ხო გეუბნებით თქვენ შედიხარ ძალიან კარგ ენერგიებში. ანუ აქ მე-14 ენერგია ჯერ საერთოდ კიდე რა არის? ანუ როცა ადამიანში იხსნება რაღაცა ნიჭი, შეიძლება ზოგი ვაფშე ლექსების წერას დაიწყებს, ხო შეიძლება ზოგი თქვათ რამეს ისეც გააკეთებ თქვენ, რაზეც აი ნუ ფიქრობდით დიდი ხანია, ხო? აქ შეიძლება იყოს კიდე როგორი მომენტიც. აქ დასვენება სხვადასხვა მე მგონი, ნუ ზოგის წავათ და სასვენებლად. ზოგი შეიძლება აქაც დაუშვათ წავაშობლებაში თქვათ მიფიქრებს, რომ ცოტა უნდა დავისვენო რა, ანუ არჩევანის წინ შეიძლება იდგებით, რა გავაკეთო, დავისვენო თუ დაუშვათ კიდე ვიმუშაო, თქვათ არჩევანი აი ახლა დაუშვათ და კი იტყვი, რომ ნუ აქ იქნება დაუშვათ თუ თქვენ ეჭვი გქონდათ, რომ აი გამიშვებენ არ გამიშვებენ მშობლებაში, აქ ყველა ვარიანტში გაგიშვებენ რა, დაისვენებ რა. კიდე გექნებათ დრო იმისათვის, რომ თქვენ აი აქ თითქოს როგორ მომდის, იცით, რომ ადამიანი ირჩევს თავის თავს, რაღაცა შეიძლება გექნებათ აქ კიდე როგორი მომენტი, იცით, რამის შექმნის. ანუ დრო მოგეცემათ იმისათვის, რომ გზა კიდე სხვათა შორის გზას ნახეთ, შეიძლება თქვენ დიდი ხანი არ აძლევდეთ თქვენს თავს უფლებას, რომ აი ავირჩიო ის, რაც მე მინდა, იმიტომ რომ იყო ვალდებულებები, იყო რაღაცა დაბრყოლებები, რომელიც თქვათ, ნუ ვერ ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდა, ხო? იმიტომ რომ ბევრი ვალდებულებები არის და მაგრამ ამავდროულად მაინტერესებდა ისეთი რაღაცა, რომ აი ჩემი რა არის, მე რა გამახარებს გულს, ჩემთვის სასიამოვნო რა იქნება და აი ამ არჩევანიდან გამოხვალ თქვენ და აირჩევთ იმას, რაც თქვენ გსიამოვნებს. ანუ ეს როგორი მომენტი, იცით, აი მაგალითად ახლა დღეს მინდა ეს გავაკეთო, ანუ ნუ თქვათ შიში გქონდათ, რომ აი ვაიტო არ გამომივა, რომ მოვკიდო ხელი მე იმ საქმეს, რომელიც მომწონს, მიზიდავს, ხო? აი აქ თქვენ ნამდვილად მიიღებთ იმას, რასაც თქვენი სული გიკარნახებს რა, დამთავრდება თითქოს აი ეს მდგომარეობა შენ სულთან ბრძოლა, გამიგეთ, რატო გეტყვით ახლა ნახეთ აქ პენტაკლების ანუ თემა.
აი საერთოდ საქმეს როცა რამე ეხება ჩვენ რას ვფიქრობთ ხოლმე? აი მე რომ ამ საქმით დავკავდები, მე რა ფულს მომიტანს ეს საქმე, მიხვდით? ანუ ეს არის საერთოდ ძველი ასე რომ თქვა ეს ჩვენი დადგენილებები, ფიქრები, რა ვიცი როგორ თქვა. რომელიც შემშლელი ფიქრები ხო და აზრები. ეხლა ნახეთ რა ხდება. საერთოდ ეხლა მე ამაზე სულ ვამბობ და ვიტყვი, მაგრამ ეხლა უფრო მჭარბეთ შემოდის ეგეთი უკვე მომენტები, რომ შენ ნამდვილად ფულის მიიღებ მხოლოდ იმ საქმედან, რომელიც შენ მოგწონს, უნდა გაბედო. იმიტომ რომ ადამიანები გრძნობენ, შენ როგორ ხარ შენი საქმის მიმართ განწყობილი. თუ შენ აკეთებ ფულის გულისთვის მხოლოდ და მხოლოდ შენ საქმეს, აქ უკვე არ მოვლენ შენთან, არ აგირჩევენ, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ შენ გექნება აი აქ არჩევანის წინ დაგაყენებენ, შენ აქ რისთვის ხარ, აი მარტო ფული გინდა, თუ შენ ეს ქსიამოვნებს, რასაც შენ აკეთებ, იმიტომ რომ საერთოდ ფინანსებიც ყოველთვის მოდის აი აქედან, მაგრამ თქვენ შეიძლება შიში გქონდეთ, დაუშვათ რაღაც ესე ხართ პროფესიონალი, შეიძლება თქვენი საქმის გახსნათ გინდოდათ, მაგრამ შიში გქონდეთ, მე რომ მარტო ამაზე რომ გადავერთობე, მე ფული მექნება? მე ხა ვალდებულებები მაქვს, მე მაგას გავუმკლავდები? აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი, აი ამ მომენტზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ აუცილებლად ჩემს ტრენინგზე, მე 3 ნაწილი რომ სადაც გვაქვს ხალი და ფული, იმიტომ რომ ხალის ფული სულ სხვანაირად მოდის და მაგრამ აი აქ უკვე თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გამიგეთ, აი აქ თითქოს როგორი სიტუაცია არის, იცით? რომ ნამდვილად მე ვირჩევ იმას, რაც მე მანიჭებს სიამოვნებას, გამიგეთ? აი თითქოს აი აქ ეს მინდა როგორ აგიხსნათ, იცით, როცა ფული მნიშვნელოვანი, ეს არის უძლიერესი პროგრამები გვიზის ჩვენ თავში, რომ თუ შენ გინდა რომ კარგი ცხოვრება გქონდეს, ან თუნდაც მშიერი არ იყო, უნდა იმუშაო ბევრი და აი აქ ახლა თქვენში მიდის ბრძოლა, გაიგეთ, შინაგანი ბრძოლა დაიწყება, რომ მე ხო ეს აი რა გავაკეთო, რა არჩევანი გავაკეთო, გავუშვა საერთოდ ეს თემა და აი ვენდო სამყაროს, ვენდო მაღალ ძალებს, ვენდო ჩემს სულს თუნდაც, ჩემს ფარველ ანგელოზებს ვენდო და დავიწყო მე ჩემი თქვათ ის საქმე, რომელიც დიდი ხანია მინდა გავაკეთო, რა არჩევანი გავაკეთო, გამიგეთ? აი ეს არის ყოველთვის დაეყრდნეთ, აი თქვენ სულს უსმინეთ. და არჩევანი თქვენ თვითონ გააკეთეთ და ეს არჩევანი მართლა იქნება აი ძლიერი თქვენთვის იქნება აი ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ აქ ახლა პრინციპში ნახეთ ეს რა ქვია კიდე აი ხო გეუბნებით აქ შეიძლება თქვენ ძალიან ბევრს მუშაობდეთ ისედაც, მაგრამ იმას რაც თქვენ გინდოდათ ვერ იღებდეთ. იმიტომ მოდის აი აქ ეგეთი არჩევანი რა, არ ჯობია რომ ვაკეთო ის რაც მოდის და მოდი აბა ვსინჯო გავაკეთო ეს არჩევანი და იქნება მართალია რა. აი ეგეთი ვიღაცა გაბედავს. ფინანსები ვნახოთ. აქაც ძალიან მაგარი ტრანსფორმაციები თქვენში ჩატარდა. ნახეთ, აი ზუსტად ეს გაშლა იქნება უეჭველი იმ ადამიანისთვის, ვინც ნამდვილად შეცვალა რაღაცა ენერგიები. ეხლა ნახეთ, აი აქ თუნდაც ხო უკვე დაწყებული იყო რაღაცა ისეთი ფიქრები და გაკვეთილები და ასე შემდეგ. ადამიანი აქ მაგარი იმაში მუშაობაში არის თავის თავთან რა, რომ რა მიდის, ნახეთ, როცა შენ აკეთებდი იმას, რაც შენ არ მოგწონდა, მაგრამ მაინც აკეთებდი. იმიტომ რომ, ну, თქვათ, ფულის ჩვენ აქ ფულს უყურებთ, ფულის გულისთვის, ხო? არ მინდა, კი, აი, ეხლა მე არ ვიძახე, რომ ის ყველასთვის ასე იქნება, ყველა მიატოვებს სამსახურებს ეხლა და წავა. თუნდაც შეიძლება შეცვალო თქვენი მიდგომა, ხო, სამსახურზე, რადგან შენ იმ სამსახურში ხარ, შენ როცა იქ მიდიოდი და ფიქრდი, რისთვის მიდიოდი იმ სამსახურში, ის მოგწონდა შენ თუ რა? თუნდაც ფულის გულისთვის მიდიოდი, მაშინ იმ სამსახურშიც სხვა თვალით შეხედე რა და უფრო სიამოვნებით შეხედე რა და თუნდაც იმ მადლობელი იყავი, ანუ აქ უმადურობა მიდის, გამიგეთ თითქოს, რომელიც თქვენ გიშლიდათ ხელს, აქ ტრანსფორმაციაში არ შედიოდით, თქვენ შეხვალთ რა. აქ ახლა თქვენ ნამდვილად როგორი სიტუაცია არის, იცით, როცა აი ეს უმადურობა
რო თქვათ, კი, აი დავდივარ იმ სამსახურში არ მომწონს, მაგრამ მაინც დავდივარ და ნუ ფული ხო მაინც მოდის. ნუ აი აქ რაღაცა უნდა შეცვალოთ, თქვენ ენერგიები უნდა შეცვალოთ, გამიგე და ალბათ რაღაცა ცვლილება წავა. ანუ პლუს კიდე რაც თქვენ არ გსიამოვნება, ის წავა რა, რაღაცა იმიდგომები. რა მოდის? რა მოდის და ძალიან კარგი ნაკადი შემოდის. აი ნახეთ, ზუსტად ეგ არის, როცა შენ მიხვდები სინამდვილეში, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მე მანიჭებს სიამოვნებას, მე მივდივარ იმ თქვათ იმ საქმიანობაში, რომელიც თქვათ მე სიამოვნებს, ხო? მე ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა, ეგრევე ნახეთ ნაკადი როგორ შემოდის ეგრევე და აი წამოვა ფული მოდის. აი დაინახავ შევე ბევრი არა, მაგრამ აი წამოვა რაღაცა ყველა ვარიანტში და თქვენ ახლა თქვენი რაღაცა აი სტაბილურ ნაკადში შედეხართ, გამიგეთ, იმიტომ რომ თქვენ აი აქ რა მართლა რაღაც არჩევანს აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვანს გეუბნებით, აი ძალიან. აქ უეჭველი რაღაცა თანხების შემოსავალი იცვლება. ნაკადი იცვლება. კი ბატონო, კი. აქ თქვენ ნამდვილად თქვით, რომ მე აღარ ვიმუშავებ იმ და არ გავაკეთებ იმას, რაც მე არ მინდა რომ გავაკეთო და ან შეცვლით თქვენს მიდგომას თქვენი სამსახურის სადმე და ნამდვილად არ არის, ნახეთ როგორი თემა. აი დაუშვათ ახლა თუნდაც კონსულტაციები, ხო? ეხლა მე მაგ დაუშვათ რაღაცა თანხა, რომელიც მე ვაფასებ, მე ვიცი რომ ჩემი თქვა კონსულტაცია მაგდენი ღირს. შენ თუ გინდა მოდი, თუ გინდა ნუ მოდი ხარ, ხო? მე არ გავაკეთებ თქვა იმაზე ნაკლებად. იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე ჩემს თავს ვირჩევ, მორჩე ჩემი დაუფასებლობა, გამიგეთ? და ამიტომ თუ შენ გინდა, ესე იგი მოდი ხარ. ანუ ადამიანი თითქოს აი ეს აღარ ვიმუშავებ მე იმაზე დაბლა, რისი ღირსიც ვარ, მოდით ასე რომ თქვათ რა. აი თითქოს ეს არის სტაბილური ნაკადი. ანუ მე უკვე გავიგე ჩემი ფასი, მე გავიგე რომ მე ეს ნამდვილად შემიძლია შენ მოგცე ისეთი სიამოვნება, არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული, ხო? და უკვე დავრწმუნდე, ხო? და ამიტომ ნაკადიც იხსნება ყველა ვარიანტში, კი? დასტაბილურდები, იმიტომ რომ შენ მიიღეს ზუსტად კი, შენ მიიღე გადაწყვეტილება, რომ იმაზე ნაკლებად, ხო, რაზეც თქვათ მე ღირ ვარ, მე არავის არ თქვათ, არ ვიმუშავებ რა, შეიძლება ხელფასს სთხოვ თქვათ დაუშვათ წახვალ და იტყვით რომ აი ეს თუნდაც სამსახურში რომ მე ნამდვილად აქ დაფიქრდებით კარგად და მიხვდებით რომ მე ბევრ ამას ვაკეთებ, მაგრამ არ ვიღებ სათანადოდ, ხო? და ამიტომ აი აქ მე და всё გადაწყვეტილება მივიღე, ან ამდენის მივხდი და ან მივდივარ დაუშვათ, ან ჩემი კონსულტაცია თქვათ მაგდენი ღირს, ან არა. ნუ აი ასე შემდეგ მივხვდით, ხო? რაღაც აი ეგ არის, რომ თქვენი და სხვათა შორის, ნუ აქ ნამდვილად შეიძლება გაუკვირდეს ამ თქვენს ხელმძღვანელს და შეიძლება კი არა მოგიმატებს ხელფას რა, თუ დაუშვათ ამაზე არის ლაპარაკი, მაგრამ თქვენ აქ თვითონ რაღაც გადაწყვეტილებას იღებთ იმაზე, რომ მე ღირ ვარ ამდენი და ამიტომ ნამდვილად სამყაროც იღებს ამ თქვენს შეტყობინებას და ნამდვილად უკვე გეუბნებენ, კი ბატონო, მზად ვარ, მართალი ხარ, 100%-იანი ხარ, სწორი არჩევანი გააკეთე, აი მართლა სწორი არჩევანი გიჭირდა შენ კი ამის გაკეთება, მაგრამ ყოჩახ შენ გადალახე, აი ძალიან გადალახე რაღაცა შენში და ამიტომ აი შენი თავი შეიყვარე, თავის არ გიყვარდა, შეიყვარე, მიხვდე შენი ფასი და ამიტომ ჩვენ გიხსნით შენ გზა, სადაც შენ უკვე მიიღებ იმდენს, რამდენიც შენ დაიმსახურე და ანუ არ გეშინი, აღარ გეშინია იმის თქვა, მოვა კლიენტი, არ მოვა კლიენტი, არა ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ არა, ბევრი უნდა ვიმუშაო, ბევრი და რთული უნდა მქონდეს რაღაცა გზა იმისათვის, რომ ფული არა. არა, აქ სამყაროს პასუხობს შენ ნამდვილად აი ნახეთ. რა გზაში მიდიხარ. აქ სამყარომ თქვა რომ კი გავიგე და ამიტომ გამოგიყვან უკვე შენ ამ მდგომარეობიდან, აქ ნახეთ ყვავი როგორ ეხმარება.
და აი პენტაკლე უჭირავს, რომ ნამდვილად შენ აქ მყარი გადაწყვეტილება მიიღე, მოერიე შენს თავს და ამიტომ შენ გექნება კარგი შემოსავალი კი ბატონო. და გოგოებო თქვენ რა თქმა უნდა ქალური ენერგიებით ნახეთ, რთავთ ქალურ ენერგიებს და აქ ყოველუეჭველი თქვენი შემოსავალიც შეიცვლება. ნახეთ, უკვე როგორ მოერიეთ რა ბევრ რაღაცას და გადალახეთ და აგერ არის თქვენი ფული. აქ რაღაც ზამაგარი გაკვეთილი გაიარა თქვენ და ამიტომ სამყარო დაგაჯილდოებს, უეჭველი დაგაჯილდოებს ყველა ვარიანტში რა. მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და მორჩა ეს ძალიან უჭირს სხვადასხვა დამხმარე პროფესიების სპეციალისტებს, აი ფსიქოლოგებს, გინდათ ახლა ეზოტერიკოსებს, ხო? რომ აი ხა ვაიმე და რომ არ ამ ხონა დავეხმარო და ამდენი თქვათ ახლა ფული ხალხს არა, ეს არის სისულელე. მე მაგალითად აი ძალიან მიგვირს რომ ვიღაცას რომ უწერე 10 ლარი გაშლა. რა უნდა უთხრა 10 ლარში ეს იგი, ანუ რა დონეზე არ გიყვარს შენი თავი. რა უნდა უთხრა ადამიანს, ან რა ცოდნა გაქვს შენ 10 ლარში, რა უნდა მისცე. ეს არის სასაცილო რა, მართლა სასაცილო, რომ არავითარ შემთხვევაში ადამიანმა უნდა გადაიხადოს და დაგაფასოს, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა ხა შენ თუ დებ ხა შენ ცოდნა შენ ჩემსავით ხა იმდენ ფულის ვდებ რომ რა ვიცი მე და რომ ვისწავლო, რასაც ჩემოსწავლესაც ვეუბნებოდი, რასაც თქვენ იხდით 7 თვის განმავლობაში ერთ თვეში ვიხდი მაგდენს მე ჩემს სწავლაში, იმისთვის რომ ისევ თქვენთვის ვიყო საჭირო, ნუ რა თქმა უნდა ჩემთვისაც და მე თქვენთვის, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს არის ანუ სხვა თემა რა, ძალიან დააფასეთ თქვენი თავი, იმიტომ რომ თქვენ ესე იგი გამოდის რომ არაფასებთ არც იმ ცოდნას, არც თქვენს თავს. ურთიერთობაში ნახოთ აბა რა სიტუაციები აქ. ნუ აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი, აქ რაღაცა განულებამით, რაღაცა პროცესი თქვენ გამოიარეთ. და სხვათა შორის უკვე აი თითქოს მივხვდით თქვენ რომ განულება მოხდა აქ რაღაც გიხდეთ, ანუ რაღაცა ისწავლეთ თქვენ და ურთიერთობაში იცით როგორი მომენტი არის, იმიტომ რომ მიდის ხო აქედან ხა აქ მზე, ანუ როცა თქვა შეიძლება ეგოისტობა თუ იყო და შეიძლება აი მსუბუქი ურთიერთობა შეიძლება როცა არ იყო ნუ არ აფასებდა თქვა პარტნიორი ან თქვენ, ან პლუს კიდე ერთი მომენტი არის რომ აქ დასრულდება პერიოდი როცა თქვენ სწავლობთ თქვენი თავის პატივისცემას რა, თავმოყვარეობას სწავლობთ, გამიგეთ, რაღაც ესეთი პერიოდი იყო თქვენი, სადაც აი როცა თქვენ მართლა სწავლობდეთ იმას, რომ თქვათ აი სხვანაირად უნდა შევცვალოთ, ჩემი თავი უნდა შევიყვარო, ყველაფერი ჩემთვის არის, აი ეს პროცესი რა და ამაზე რა მოდის? აი ამაზე მოდის ახალი ენერგიები შემოდის თქვენთან. აქ ნახეთ ახლა ესეთი პერიოდი, აი თითქოს გამოდიხართ იმ სტაგნაციიდან. ანუ ნუ შეიძლება იყოს ესეთი პერიოდი, როცა აი ჩემი თავით ვიყავი დაკავებული, მარტო ჩემისთვის ნებივრობდი, ხო? და სწავლობდი აი იმ სიმსუბუქეს. ანუ აქ სანერვიულ არაფერი არ გქონდა თქვენ პრინციპში, მაგრამ შემიძლია გითხრათ უბრალოდ ახლა უკვე ან ენერგიებით შეივსეთ, შეიძლება ისვენებდეთ თუნდაც სადმე დაუშვათ, ხო? ზოგი თქვათ რა ვიცი, მარტო იყავით ან თქვენ ახლობელებთან, ან ადამიანებთან, ვინც თქვენ გიყვართ, ან თქვენ შვილებთან იყავით სადმე დასასვენებლად, კი ურთიერთობა არა მხოლოდ თქვათ შეიძლება პარტნიორული არ გვაჩვენონ, მაგრამ აქ არის რაღაცა ახალი ენერგიების შეივსეთ თქვენ და მზად ხართ, აი უკვე რაღაცა ქმედებისთვის, რა ქმედებისთვის რა არის აქ. ხო, აი აქ ნამდვილად თქვენ თვითონ დაასვავთ წერტილს თუ ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან წავედა, თუ ადამიანი არ ჩანს, თუ ადამიანი თქვენ არ გეხმიანებათ, ხო, თქვენ ნამდვილად დაასრულებთ ამ ურთიერთობას, რომელიც უკვე თქვენთვის არ არის არ მუშაობს ასე რომ ვთქვათ. აი აქ თქვენ მიხვდებით რომ მე ვარ ქალი, რომელიც არის ნამდვილად ნუ ადამიანი თქვათ, ხო, იმისთვის რომ მე ჩემს თავს ვაფასებ, მე მინდა სერიოზული ურთიერთობა, მე მინდა რომ მყავდეს უძლიერესი პიროვნება ჩემს გვერდით და ნამდვილად მე ამას ვაცხადებ და უკვე იქითკენ მივდივარ, всё, მე გაკვეთილები ვისწავლე და ვიცი უკვე როგორი ადამიანი მე მინდა რომ იყოს გვერდით რა და ნამდვილად აქ არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ვიღაცა თქვათ სადმე ან წახვალთ ხო შეიძლება გზაში
სხვათა შორის იმ არხზე გავაკეთე გაშლა, ვინ დაასრულებს შენს მარტოობას და პრინციპში იქაც ახალი ადამიანი შემოდის. აქ არის ეს მომენტი, როცა დავუშვათ შემოვა ახალი ადამიანი თქვენთან. იმიტომ რომ კი აქ ძველი თუ იყო, გაიგეთ, აი აქ აღარ გენდომება თქვენ ნამდვილად არანაირი ურთიერთობა. მაგასთან. აქ ახალი შემოდის ურთიერთობა, ახალი ურთიერთობა შემოვა ვისაც აქტუალურია. აქ ახლა ადამიანი, რომელიც ნამდვილად შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ თქვენ შეიძლება იტყვით, რომ მე აქ დავასრულე ეს ისტორია. ეს ვისაც აქტუალური აიღეთ თქვენი რა. იმიტომ რომ აქ შეიძლება კიდე ნახეთ ჰარმონიული ურთიერთობა შემოვა თქვენთან რა, ვიღაცა შევა მოგწერს, ან მოვა თქვა გაიცნობთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად თქვენ მოგიტანთ და იქნება ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, როგორც თქვენ ოცნებობდეთ, რასაც თქვენ ფიქრობდეთ და ეს იქნება ძალიან ძალიან ლამაზი ურთიერთობა, კი? იმიტომ რომ აქ ახლა რთული პერიოდი, რომელიც ახლა ქონდა თქვენ დაასრულეთ, თქვენ თვითონ ისწავლეთ ბევრი რაღაცა და თქვენ თვითონ მიხვდეთ, აქ დასრულდება რაღაცა პერიოდი, სადაც თქვენ ვერ მართავდეთ ურთიერთობას, მაგრამ აქ თქვენ ისწავლეთ სხვანაირ ეს რთული პერიოდი მოგცეთ თქვენ საშუალება, რომ უფრო ისწავლოთ ურთიერთობები. სხვათა შორის ეს ნახეთ ეს გაშლა ვის აქტუალურია, თქვენ იქ არის აი ზუსტად ეს კარტეც მოდის ახლა, ის არკანები, თუნდაც სხვა დასეთ მუშაობთ, მაგრამ მაინც იგივეს მაჩვენებენ. აქ დასრულდება მიჯაჭვულობა, всё, თქვენი რთული პერიოდი დასრულდა და მოდის ძალიან დიდი ბედნიერება თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. აქ ძალიან მაგარი ქალური ენერგიები თქვენში ისრება, თვით შეფასება ამაღლდა და ამიტომ თქვენში რაღაცა იცვლება და ურთიერთობა შემოდის სულ სხვა ხარისხის, ასე რომ ვთქვათ და მე როგორც ყოველთვის გისურვებ თქვენ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.